რა გაშინებთ ყველაზე მეტად თქვენ ცხოვრების ამ ეტაპზე? შეიძლება გაცნობიერებულია შიში, შესაძლებელია გაუცნობიერებელიც კი. თუ გაინტერესებთ, დარჩით ვიდეოს ბოლომდე და გავარკვიოთ ერთად თქვენი შიშების რეალური მიზეზები და გამოსავალი მოვძებნოთ ერთად რა შეიძლება იყოს გამოსავალი და როგორ დაიძლიოს. ეხლა ვნახოთ ეხლანდელი თქვენი ენერგიები და რა ეტაპზე გახართ ცხოვრების და რა ხდება ეხლა საერთოდ თქვენ ცხოვრებაში. თქვენ ცხოვრების ეხლანდელი ეტაპი ერთი მხრივ ძალიან საინტერესო, მეორე მხრივ საკმაოდ რთული. აქ ჩანს ემოციური მიჯაჭვულობები და ემოციური არასტაბილურობები აშკარად. პარტნიორთან დაკავშირებით ეს არ მაქვს ეხლა მაინც და მაინც გაშლილი სასიყვარულოზე, მაგრამ პირველი თემა ოჯახი, პარტნიორული სიტუაციები ამოგდით, შესაძლებელია ზოგიერთ თქვენთაგანთან რაღაცა სწავლასთანაც იყოს დაკავშირებული შიშები, მაგრამ აქ უფრო მეტად ოჯახი და პირადი ურთიერთობები გეპრობლემებათ და შიშები თქვენი წარსულია მანდეთ ოჯახისკენ. აქ ჩანს ცოტა ტოქსიკური გარემო და ტოქსიკური ვითარებები თქვენ სირბლივ, შეიძლება თავადაც იმყოფებით ტოქსიკურ ვითარებაში და სიტუაციაში და თავს მიჯაჭვულად გრძნობთ და არ იცით როგორ გამოხვიდეთ, აი რაღაც დატყვევებულის ენერგიებში გხედავთ და არასასურველში არ მოგწონთ იქ სადაც ხართ, მაგრამ ვერც ძალას პოულობთ იმისას, რომ გამოხვიდეთ. თუმცა რეალობაში ეს მიჯაჭვულობა ცოტა აი ესე რომ ფილოსოფიურად რო ვთქვათ, ცოტა ილუზორულია და ყველაფერი რეალურად თქვენს ხელთ არის. არც ისეთი მძიმეა ის მარწუხები, მაგრამ ჩვენ ცოტა ილუზიებში ვიმყოფებით ხოლმე ადამიანების სტერეოტიპებში ჩარჩოებში და გგონია რომ ვერ შევძლებთ ამ ჯაჭვების ახსნას. აბა ვნახოთ რა არის ის რაც გაშინებთ ასე მეტად ამ ეტაპზე რისი გეშინიათ თქვენ, რა არის ის თქვენი შიში დაფარული. თქვენ გეშინიათ პირველ რიგში სტაბილურობის დაკარგვის. შიში გაქვთ იმის, რომ რაღაცა სიტუაცია რო გაუშვათ ხელიდან, თქვენ ცხოვრებიდან, ან რაღაცა მდგომარეობა რო დაკარგოთ, არ იცით ამის მერე რა იქნება. ანუ სიახლის შიშია ერთგვარი, იმიტომ რომ არ გაქვთ რაღაც მომენტში საკუთარი თავის მე და ვერ რისკავთ რაღაცებს. შეიძლება ძალიან ცუდი რაღაცები ნათქვა, შეიძლება ურთიერთობიდან გასვლის შიში გაქვთ. არ მოგწონთ, მაგრამ ჩერდებით იმის გამო, რომ არ იცით სხვა ურთიერთობაში რო წავხვიდეთ, ან ამ ურთიერთობიდან რო გახვიდეთ, მერე რა იქნება, თითქოს სადღაც სტაბილურობას უჭერთ და ერთ ადგილას გირჩენიათ, იცით რაც ხდება და უფრო მშვიდად ხართ, ვიდრე შეიძლება უკეთესი მომავალი გელოდებოდეთ, მაგრამ არ იცით სამაგეროდ ის მომავალი როგორ იქნება და ამიტომ ჩერდებით ერთ ადგილას. რაღაც მომენტში გეშინიათ ასევე კრიტიკის, შესაძლებელია აქ თქვენ სირბლივ არსებობს პიროვნება, ადამიანი ან სიტუაციები, რომელი სიტუაციებიც სადაც თქვენ ძალიან ხშირად შეიძლება ხდებით განსჯის ობიექტი, ან ხშირად გაკრიტიკებენ, ან ხშირად განიხილავენ თქვენს ცხოვრებას, ან პარტნიორის მხრიდან შეიძლება მოდიოდეს ესეთი მას რო ეძახენ გაზლაითინგი, რომ შენ არ ხარ საკმარისად კარგი, რომ შენ არ ხარ საკმარისად ძლიერი, რომ იდეალური არ ხარ, ესეთი მომენტები ბევრი შეიძლება იყოს პარტნიორისგანაც, რომ კრიტიკების მიღების ძალიან გეშინიათ და გინდათ რომ თუ სწორად მოიცეთ ყველაფერი, გათვალოთ ყველას თავი მოაწონოთ, გაქვთ ეს მომენტები, აი თქვენა გაუცნობიერებლად შეიძლება აკეთებდეთ და რაღაცა ასევე გეშინიათ მის რომ არასწორად არ მოიქცეთ. რაღაც სიტუაციებში გინდათ რომ იყოთ ობიექტურები, გინდათ რომ იყოთ მართლები და ამის გამო გახართ და ერთ ადგილას ხართ გაყინული და ერთ ადგილას ფიქრობთ, ანუ შიში გაქვთ რეალურად გარისკვის და სიახლის და ახალი ნაბიჯებისკენ წასვლის. ნახოთ აბა რჩევა ამ ეტაპზე რა შეიძლება გაკეთდეს თქვენ, რომ აი ეს შიშები რაც არის მოგეხსნათ და გათავისუფლდეთ და რაღაცა წინ წახვიდეთ. აბა ნახოთ რას გირჩევთ ტარო თქვენ ცხოვრების ამ ეტაპზე. ნახოთ თქვენი შიშები. შიშებს რა შეეხება, როგორ უნდა დაძლიოთ, ესე იგი. მართვის სადავები უნდა აიღოთ საკუთარ თავს. იყავით თავდაჯერებულები, ენერგიულები, პასუხისგებლიანები. აქ არავის არ დაუთმოთ მართვის სადავები და პირიქით თქვენ აკონტროლეთ ყველა სიტუაცია. ანუ როცა აკონტროლებს ადამიანი მის ირგვლივ არსებულ მდგომარეობას, უფრო უსაფრთხოდ გრძნობს თავს. ანუ იმისთვის რომ გარისკოთ საჭიროა საკუთარ თავზე აიღოთ პირველ რიგში კონტროლი, საკუთარ ემოციებზე, საკუთარ ფიქრებზე, სიტუაციაზე
არც კონტროლი შეიძლება რის და იმის მიხედვით უკვე გადადგათ ნაბიჯები. უნდა იყოთ ფრთხილები, დიპლომატიურები, არ არის საჭირო აგრესიული მოქმედებები, სიხისტები, პირიქით, დაკვირვებულად 100-ჯერ გაზომეთ ერთხელ გაჭერით, კი ბატონო, მაგრამ არ უნდა გქონდეთ აი ეს რომ არ გამოგივათ რაღაცა მაქსიმალური ოპტიმიზმი, მაქსიმალური თავდაჯერებულობა გმართებ საკუთარ თავში. იფიქრეთ ახალ შესაძლებლობებზე. შეიძლება აქ ზოგიერთ თქვენთაგან სჭირდება სამსახურო და ფინანსური რესურსები იმის რომ თავდაჯერებულად იგრძნოს და კი ბატონო იფიქრეთ ფინანსურ სტაბილურობაზე. შესაძლებელია აქ რაღაცა ახალი შესწავლა, რაღაცა ახალი გზის გახსნა გჭირდებათ და სიახლის მიღება და შემოუშვით ეს სიახლეები თქვენ ცხოვრებაში და წადით ახალი მიმართულებებით. არ არის აუცილებელი თუ ამ ეტაპზე არ ყოფნით ძალა რომ რაღაცა ტოქსიკური სიტუაციიდან გამოხვიდეთ. იყავით იქ რაღაც პერიოდი, მაგრამ პარალელურ რეჟიმში იფიქრეთ ახალ გზებზე. ახალი გზები და ახალი შესაძლებლობები მეტ შინაგან რესურსს მოგცემთ, მეტ შინაგან თავდაჯერებულებას გაგრძნობინებთ და უფრო სხვანაირი თვალითაც შეხედავთ თქვენს ახლანდელ რთულ სიტუაციებს, რომელშიც ახლა იმყოფებით. ამიტომ მეტი ოპტიმიზმი, მეტი შემართება, მეტი სიძლიერე. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ და გამოიწერეთ ჩემი გვერდი.